მოსწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვაგრძელებთ ვებინარების ციკლს და დღეს რიგით მეოთხე ვებინარით ვხვდებით ერთმანეთს. მოხარული ვარ, რომ ისევ ჩვენთან ერთად ხართ და გვისმენთ შემდეგ თემაზე ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, როგორც პროგრესის ინსტრუმენტი, ინტერვენციები და მასწავლებელთან კოორდინირებული თანამშრომლობა. ძალიან საინტერესო თემით გვერდდება დღეს ჩვენი პროგრამის კოორდინატორი თეონა არახამია და გადავცემ მას სიტყვას, რადგან გვესაუბროს თუ რა არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და რა როლი აქვს მას მოსწავლეთა სწავლების პროცესში. მე ნათია შერბაკავა ვარ, პროგრამის კონსულტანტი და ვთხოვოთ თეონას. მადლობა ნათია წარდგენისთვის. მოგესალმებით ყველას, როგორც ნათიამ აღნიშნა, ჩვენი დღევანდელი თემა გახლავთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, როგორც პროგრესის ინსტრუმენტი, ინტერვენციები და მასწავლებელთა კოორდინირებული თანამშრომლობა. ჩვენი დღევანდელი განსახილველი საკითხები არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მნიშვნელობა, ასევე როგორ ვაქციოთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ფორმალური დოკუმენტიდან რეალურ სამუშაო დოკუმენტად, ინტერვენციის დაგეგმვა, განხორციელება და ეფექტიანობის შეფასება თუ როგორ უნდა მოხდეს და ასევე გუნდური თანამშრომლობის მნიშვნელობა მოსწავლის პროგრესის მხარდაჭერისთვის. ამ საკითხებზე გვექნება ჩვენი დღევანდელი ვებინარი. საკითხის აქტუალობა კი მდგომარეობს იმაში, რომ სანამ უშუალოდ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სტრუქტურის შემუშავების პროცესზე ვისაუბრებთ, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ თუ რატომ არის ეს თემა ასეთი აქტუალური, ხო? პრაქტიკაში ხშირად ვაწყდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ინდივიდუალური სასწავლო გეგმა აღიქმება როგორც სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ იმიტომ უნდა შეივსოს, რომ ეს თქვათ კანონმდებლობით არის განსაზღვრული და გავალდებულებენ. ზოგჯერ ის სასწავლო წლის დასაწყისში ივსება კიდეც მასწავლებლების მიერ და სპეციალისტების მიერ, თუმცა თითქოს შემდგომ აღარ უბრუნდებიან, ანუ ეს არ არის მომუშა დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ბუნებრივია, რომ კარგავს თავის რეალურ დანიშნულებას და აღარ არის ისეთი სამუშაო ინსტრუმენტი, რომელიც ყოველდღიურ სასწავლო პროცესს წარმართავს, უბრალოდ თაროზე შემოდებულ დოკუმენტად რჩება, ასე ვთქვათ. სინამდვილეში ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ღირებულება არის სწორედ მის გამოყენებაში. თუ რეგულარულად ვუბრუნდებით ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, თუ ვაკვირდებით მოსწავლის პროგრესს, ვაანალიზებთ რა მუშაობს ჩვენ მიერ დასახული ინდივიდუალური სასწავლო გეგმიდან, რა საჭიროებს ცვლილებას, ამ შემთხვევაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქცევა გადაწყვეტილებების მიღების საფუძვლად და არა მხოლოდ უბრალოდ დოკუმენტად ან ადმინისტრაციულ მოთხოვნად. სწორედ ამიტომ დღევანდელი ვებინარის მთავარი იდეაც სწორედ ეს არის, თუ როგორ ვაქციოთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ცოცხალ მოქმედ ინსტრუმენტად, რომელიც რეალურად ემსახურება მოსწავლის განვითარებას და არა მხოლოდ დოკუმენტის წარმოებას. შესაბამისად, ჩვენი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მნიშვნელობაც მდგომარეობს და ღირებულება არის ის, რომ მოსწავლის შესახებ ინფორმაციას აერთიანებს და გუნდის მუშაობას რაღაც ერთიან მიმართულებას აძლევს. როდესაც ჩვენ ვადგენთ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, რეალურად პასუხობთ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას. რა სჭირდება უშუალოდ მოსწავლეს, რა მიზნები უნდა დავისახოთ, როგორ უნდა მივახციოთ ამ მიზნებს, ვინ არის ამ მიზნების მიღწევაზე პასუხისმგებელი პირი, როგორ დავგეგმოთ აქტივობები და როგორ შევაფასოთ შედეგი, რამდენად იქნა ეს ჩვენი მიზნები, ჩვენს მიერ დასახული მიზნები მიღწეული. სწორედ ამიტომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არ უნდა იყოს მხოლოდ მიზნების ჩამონათვალი. თითოეულ მიზანს უნდა ახლდეს კარგად გააზრებული მხარდაჭერის სტრატეგია და ასევე კონკრეტული აქტივობები, სადაც მკაფიოდ განსაზღვრული იქნება პასუხისმგებლობები თუ ვინ არის მის განხორციელებაზე, მობილიზებაზე პასუხისმგებელი პირი. პრაქტიკაში ზოგჯერ ხვდებით დამოკიდებულებას, როდესაც მოსწავლის მხარდაჭერა მხოლოდ სპეციალური მასწავლებლის ან კლასის დამრიგებლის ან რომელიმე ერთ-ერთი სპეციალისტის პასუხისმგებლობად აღიქმება ხოლმე. სინამდვილეში ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სწორედ იმიტომ იქმნება, რომ თითოეულ გუნდის წევრს
ზუსტად კონდეს წარმოდგენა თუ რა არის მათი პასუხისმგებლობა და რა არის მათი როლი. შესაბამისად, მხოლოდ კოორდინირებული თანამშრომლობა არის შესაძლებლობა მივაღწიოთ დასახულ მიზნებს და არა მხოლოდ ერთი ადამიანის იზოლირებული, განცალკევებული მუშაობა მის მიერ დასახულ კონკრეტულ მიზნებზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის გადაწყვეტილებების მიღება. ხშირად ჩვენ გვიწევს პასუხის გაცემა კითხვაზე მუშაობს თუ არა ჩვენს მიერ დადგენილი მხარდაჭერა, რომელიც განსაზღვრეთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში. ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ შთაბეჭდილებებს ვერ დაეფუძნება ბუნებრივია და სწორედ ამისთვის ჩვენ გვჭირდება მონაცემები, ანუ დაკვირვება სწავლის პროცესზე, შეფასება, ამ შეფასების შედეგების აღწერა და მოსწავლის ნამუშევრების ბუნებრივია, რაც პროგრესის რეგულარული ანალიზისთვის არის საჭირო. სწორედ ამ მონაცემებზე დააყრდნობით ჩვენ ვწყდეთ გავაგრძელოთ თუ არა არსებული ინტერვენციები და ასევე ვცვლით საჭიროების შემთხვევაში ამ დასახულ მიზნებსაც, რომ იყოს უფრო ეფექტური. ანუ საბოლოოდ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ასე ვთქვათ, არის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს რომ მოსწავლის მხარდაჭერა იყოს არა სპონტანური, არამედ შეთანხმებული, მიზანმიმართული და თანმიმდევრული. ასევე ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის ერთ-ერთი დოკუმენტი და რომდესაც ჩვენ საუბრობთ მის მნიშვნელობაზე, უნდა გვესმოდეს, რომ ის ასე იზოლირებულად არ არსებობს. იგი განათლების სისტემის ერთიან სტრუქტურაშია ჩართული და ლოგიკურად გამომდინარეობს უფრო მაღალი დონის საგანმანათლებლო დოკუმენტებიდან. ყველაზე ზედა დონე არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, ძალიან მოკლედ მიმოვიხილავ ამ საკითხს. ჩვენ როგორც ვიცით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები განსაზღვრავს თუ როგორი მოქალაქის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად ჩვენი საქართველოს განათლების სისტემა და რა ღირებულებები უნდა განუვითაროთ მოსწავლეებს, ხო? ამაზე დაფუძნებით შემდგომ არის შექმნილი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც გახლავთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის ერთ-ერთი საშუალება და აქ უკვე განსაზღვრულია სწავლასწავლების შინაარსი, შედეგები, ორგანიზების ფორმები და შეფასების პრინციპები ასევე. ამაზე დაფუძნებით თითოეული სკოლის ფარგლებში უკვე დგება სასკოლო სასწავლო გეგმა, ანუ ეს დოკუმენტი უკვე სკოლის დონეზე არის შემუშავებული და ის ეფუძნება ბუნებრივია ეროვნულ სასწავლო გეგმას, თუმცა ასევე ამ სკოლის საჭიროებების მიხედვით დგება ის კონკრეტული მიზნები, რესურსები, საათობრივი დატვირთვა თუ შეფასების ინსტრუმენტები, რაც სკოლის თემისთვის და თითოეული რგოლისთვის არის იმ მომენტში შესაბამისი და რელევანტური. ხოლო ბოლოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის ის კონკრეტული გეგმა, რომელიც ეფუძნება კონკრეტული მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შესაბამისად, ანუ ამის გათვალისწინებით, არის ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი გეგმა და ეს წარმოადგენს სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილს. ეს სისტემურად რომ წარმოვიდგინოთ, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის სისტემური მიზნების პრაქტიკული ინდივიდუალური მხარდაჭერა და ინდივიდუალური მხარდაჭერად გარდაქმნის რგოლი შეიძლება ვუწოდოთ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. ანუ ზოგადი ეროვნული მიზნებიდან, ზოგადი საერთო მიზნებიდან კონკრეტული ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული მიზნები როგორ შეგვიძლია შევიმუშაოთ, აი ამ სისტემის ნაწილია სწორედ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და არა რაღაც იზოლირებული დოკუმენტი. შესაბამისად, ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ ვითვალისწინებდეთ თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს, საჭიროებებს და მათზე დაფუძნებით თითოეულ მოსწავლეს მივცეთ განათლების შესაძლებლობა იმის მიხედვით, თუ რა მხარდაჭერაც სჭირდებათ მათ და გავითვალისწინოთ ბუნებრივია ეს მხარდაჭერა.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ეყრდნობა რამდენიმე ასე ვთქვათ დოკუმენტს მისი მნიშვნელობის საუბრისას ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ყოველთვის ბუნებრივია ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა კონკრეტული სპეციფიკური საჭიროებები წინასწარ არის განსაზღვრული მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში თუმცა ასევე წინასწარ არის განსაზღვრული კონკრეტული მოსწავლების სპეციფიკის მიხედვით შემუშავებული რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით არის სპეციალისტების მიერ შექმნილი და შემუშავებული. ეს გახლავდა ალტერნატიული სასწავლო გეგმა, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით არის ეს დოკუმენტი შექმნილი და განსაზღვრავს და განკუთვნილია უბრალოდ მძიმე და ღრმა ინტელექტუალური ან მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის და ეს გახლავთ ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი. ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია გაფართოებული სასწავლო გეგმაც, რომელიც ორიენტირებულია სენსორული დარღვევების მქონე მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებებით განპირობებული სპეციფიკური კომპეტენციების გაძლიერებაზე და ესეც არის ეროვნული სასწავლო გეგმის შემადგენელი მასზე დაფუძნებით შექმნილი ამ კონკრეტული საჭიროებებით განსაზღვრული დოკუმენტი. და ასევე ჩვენ გვაქვს სენსორული სასწავლო გეგმა. ხო, სენსორული სასწავლო გეგმა ეს უკვე განკუთვნილია უმძიმესი მრავლობითი როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის, რათა მათ შეძლონ სწავლა საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესებზე მორგებული გეგმით და მაქსიმალურად ეფექტურად იყოს დასახული თითოეული მოსწავლის საჭიროებისამებრ მიზნები. აი ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ უკვე თუ რა არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უკვე ეყრდნობა მოსწავლის კონკრეტულ საჭიროებებს, მის შესაძლებლობებს და იქმნება ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით, რომელიც სასწავლო გეგმის ნაწილია, თუმცა რადგან ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია თითოეული ალტერნატიული გაფართოებული თუ სენსორული სასწავლო გეგმა, ჩვენ შეგვიძლია დავეფუძნოთ კონკრეტულად მოსწავლის საჭიროებებს და ამ სპეციფიკური უკვე წინასწარ განსაზღვრული გათვალისწინებული საჭიროების შესაბამისად ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შევქმნათ რომელიმე კონკრეტულ დოკუმენტზე დაყრდნობით. ალტერნატიული იქნება ეს გაფართოებული თუ სენსორული სასწავლო გეგმა, ამ შემთხვევაში კონკრეტული სპეციფიკა არის უკვე აქ განსაზღვრული, თითოეული ისედაც ეროვნულ სასწავლო გეგმას ეყრდნობა და მთავარი ორიენტირი მაინც ის არის, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა საბოლოო ჯამში ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შედგება და მთავარი გეზი თითოეული მოსწავლესთვის არის ის, რომ მიღწეულ იქნეს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის მიზნები და შედეგები მხოლოდ კონკრეტული მოსწავლის საჭიროების შესაბამისად. ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილება გვესაჭიროება, ხო, როგორც თქვით. შესაბამისად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ნებისმიერი ცვლილების შეტანას ეწოდება ადაპტაცია და ადაპტაციისას მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ორი ძირითადი მიდგომა, როგორც არის აკომოდაცია და მოდიფიკაცია. აკომოდაცია ნიშნავს, რომ სასწავლო მიზნები და შინაარსი, რაც არის ეროვნული სასწავლო გეგმის არჩევა უცვლელი, მაგრამ ამ შემთხვევაში იცვლება სწავლის პირობები და ის მხარდაჭერის ფორმები, რომლებიც შეგვიძლია შევთავაზოთ მოსწავლეს. ანუ ცვლით იმას, თუ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს. მიზანი და შინაარსი იგივე რჩება, მაგრამ სწავლებისას ვითვალისწინებთ მაგალითად დამატებით დროს, რომელიც შეიძლება მივცეთ მოსწავლეს დავალების შესასრულებლად. ასევე ინსტრუქციების გამარტივებას ან მის ნაბიჯ-ნაბიჯ მიწოდებას, ან ალტერნატიული ფორმით დავალების შეთავაზებას, ტესტირების ნაცვლად გამოკითხვა, ან ზეპირის ნაცვლად წერითი დავალების შეთავაზება, ან მხარდაჭერი გარემოს, ან ადაპტირებული საშუალებების შეთავაზება. ანუ აკომოდაციისას მოსწავლას უჭერთ ისეთი ტიპის მხარდაჭერას, როდესაც ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანი, მისი შინაარსი არ იცვლება, ამაზე ვართ ორიენტირებული, თუმცა მხარდაჭერა მომდინარეობს მოსწავლის საჭიროების შესაბამისად. ხოლო მოდიფიკაციას რაც შეეხება, ეს ნიშნავს, რომ იცვლება ამ შემთხვევაში უკვე ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანი, ან შინაარსის, ანუ მოცულობის
დაზუსტება ხდება თითოეული მოსწავლის საჭიროების შესაბამისად. აი ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვეხებით არა მხოლოდ სასწავლო პროცესს, არამედ სასწავლო შედეგებსაც, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში გვაქვს მოცემული. ანუ ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ გამოვყოთ უბრალოდ ორი მიმართულება. ერთი არის რაოდენობრივი მოდიფიკაცია და მეორე არის თვისობრივი მოდიფიკაცია. რაოდენობრივი მოდიფიკაცია ბუნებრივია გულისხმობს რაოდენობის შემცირებას და ეს რაოდენობა შესაძლებელია იყოს მაგალითად საგნების რაოდენობრივი მოდიფიკაცია კონკრეტული მოსწავლის ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად, რომელიც ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის დასკვნაში აუცილებლად იქნება მითითებული თუ არის ამის საჭიროება. ამ შემთხვევაში შეიძლება განისაზღვროს, რომელ საგნებს დაისწროს მოსწავლე, ან რომელ საგანს არ დაისწროს მისი საჭიროების თუ შესაძლებლობის ფარგლებში ბუნებრივია და შემცირდეს რაოდენობრივად საგანი. ან შედეგები, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში შემოცემული, მისი რაოდენობრივი შემცირებაც შესაძლებელი არის, ან ასე ვთქვათ, საკითხები, აქტივობები, რომელსაც მოსწავლებს თავაზობთ, ამის რაოდენობრივი შემცირება. თუმცა ამ შემთხვევაში თუ კი რაოდენობა მცირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ ზუსტად იმ მიზანზე აღარ გადის ეროვნული სასწავლო გეგმა, გეგმის მიზნები აღარ არის დაძლეული და არც ზუსტად იმავე შინაარს არ თავაზობთ მოსწავლეს. აქ უკვე მოდიფიცირება ხდება, ანუ შინაარსობრივი ცვლილებაც. თვისობრივი ცვლილება კი უკვე გულისხმობს, როცა თავად მიზნების, შედეგების დაზუსტება ხდება შინაარსობრივადაც, ანუ ასე ვთქვათ, სირთულე იცვლება. ანუ ამ შემთხვევაში მოსწავლეს ვუსახავთ მის შესაძლებლობებზე მორგებულ, უფრო დაზუსტებულ, ადაპტირებულ მიზნებს. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მოსწავლეებს სჭირდებათ მხოლოდ აკომოდაციები და ზოგიერთ შემთხვევაში სჭირდებათ კომბინირებულად როგორც აკომოდაციების, ასევე მოდიფიკაციების შეთავაზება და ეს ამ შემთხვევაში უკვე გამომდინარეობს თითოეული მოსწავლის საჭიროების შესაბამისად და მათი შეფასების საფუძველზე უნდა დაიგეგმოს პროცესი, თუ როგორ უნდა მოხდეს ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილება. აკომოდაციები, მოდიფიკაციები თუ ორივე მათგანი. და ეს ბუნებრივია, ეს ცვლილებები უნდა განიხილოს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე მომუშავე გუნდმა. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ეფექტიანი განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე ერთი ადამიანი ან ერთეული სპეციალისტები არ მუშაობენ. მისი განხორციელებაც და დაგეგმვაც ყოველთვის უნდა ხდებოდეს გუნდურად. და გუნდურ მუშაობაზე არის ეს პროცესი სწორედ დაფუძნებული. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდი შედგება სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისაგან, როგორიც არის და რა თქმა უნდა ადმინისტრაცია ბრძანების საფუძველზე ქმნის თითოეული მოსწავლე სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე მომუშავე გუნდს შეფასების შემდგომ, პირველად შეფასების შემდგომ ან თითოეული წლის დასაწყისში იქნება ბრძანების საფუძველზე ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე მომუშავე გუნდი. რაც შეეხება თუ ვინ შედის ამ გუნდში, ეს შესაძლებელია იყოს საგნის მასწავლებელი, ყველა ის საგნის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის მოსწავლეს უშუალოდ იმ წელს და ამ მის გაკვეთილებს ისწრება მოსწავლე, ასევე აუცილებლად კლასის დამრიგებელი, რომელიც ასევე არის ჯგუფის კოორდინატორი და კოორდინირებას უწევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის მომუშავე ჯგუფს. ჩვენ როგორც ვიცით, დამრიგებელი თითოეული მოსწავლის მის კლასში დამრიგებულ კლასში არსებული მოსწავლის სასწავლო პროცესს კოორდინირებს, ხო, შესაბამისად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში მისი საგანმანათლებლო პროცესების კოორდინირება, ჯგუფის მუშაობა სწორედ კლასის დამრიგებელს ეხება, ბუნებრივია, ასევე პირადი საქმის წარმოებაც კლასის დამრიგებელს ეხება და რადგან ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის მოსწავლის პირადი საქმის ნაწილი, შესაბამისად თითოეული დოკუმენტის ორგანიზება და მობილიზება სწორედ კლასის დამრიგებლის პასუხისმგებლობაში უნდა შედიოდეს ამ მიმართულებით. ასევე ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდის
წევრი არის აუცილებლად მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი მოსწავლეს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თითოეული სწავლების პროცესში ჩართული და ეძღებოდეს შეხვედრებს, გამოთქვამდეს აქტიურად საკუთარ მოსაზრებებს, სურვილებს, უზიარებდეს ჯგუფს იმ ინფორმაციას, რომელიც აქვს, ასევე პრიორიტეტულ თქვათ მიზნებს, რომლებიც შესაძლებელია იმ წელს დაისახოს გუნდმა. ანუ ჩართულია მუშაობის პროცესში. ასევე ინკლუზიური განათლების სპეციალისტები არიან ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, იგივე ის ჯგუფის შემადგენლობაში, აუცილებლად სპეციალური მასწავლებელი, რომელიც მხარდამჭერია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების პროცესში, უზრუნველყოფს შეფასებას ბუნებრივია, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვას, ხოლო სხვა დანარჩენი ინკლუზიური განათლების სპეციალისტები საჭიროების შესაბამისად შესაძლებელია შედიოდეს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე მომუშავე გუნდში. და როგორც წესი, როდესაც მოსწავლის სტატუსის განსაზღვრა ხდება ხოლმე, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი დასკვნაში მიუთითებს თუ რომელი ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მუშაობა მოსწავლესთან საჭირო. და აი იმ დასკვნის საფუძველზე, რომელიც უწერია ფსიქოლოგი თუ სჭირდება, მაშინ სკოლა უზრუნველყოფს, რომ მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე მომუშავე ჯგუფში შედიოდეს ფსიქოლოგი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი, ენისა და მეტყველების სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ჟესტური ენის სპეციალისტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი, ანუ თითოეული ის ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, რომლის საჭიროებაც აქვს და რა მიმართულებითაც სჭირდება მოსწავლეს, ამას როგორც გითხარით, განსაზღვრავს შეფასების სპეციალისტი, ფსიქოსაგანმანათლებლობის შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი დასკვნის საფუძველზე, შემდგომ ადმინისტრაცია ქმნის ამ გუნდს და თუ კი სკოლას არ ჰყავს რომელიმე სპეციალისტი, აუცილებელია და მოსწავლეს უწერია ეს დასკვნაში, რომ ისაჭირება ამ სპეციალისტის მუშაობა, აუცილებელია სკოლამ უზრუნველყოს თითოეული სპეციალისტის მობილიზება მოსწავლის მხარდასაჭერად. სხვა სპეციალისტებს რა შეეხება საჭიროების შემთხვევაში სხვა მოწვეული სპეციალისტი შეიძლება იყოს, ასევე შეიძლება ადმინისტრაციის წარმომადგენელი, თუ თვლით, რომ მისი ჩართულობა ჯგუფში იქნება უფრო მეტად ეფექტური. ასევე შესაძლებელია ვთქვათ სხვა სპეციალისტი, რომელთანაც დამატებით შეიძლება მუშაობდეს მოსწავლე და თანამშრომლობდეთ მათთან და ისიც შესაძლებელია მოუვიწიოთ პერიოდულად შეხვედრაზე გააჩნია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიზნებს შესაბამისად, ხო? ეს საჭიროების შემთხვევაში სხვა მოწვეული სპეციალისტი განისაზღვრება კონკრეტული მოსწავლის საჭიროების შესაბამისად. ჯგუფი როგორც წესი იკრიბება სემესტრში მინიმუმ 2-ჯერ, ანუ სასწავლო წლის განმავლობაში 4 შეხვედრა გამოდის. თითოეული შეხვედრა ოქმდება, ანუ ოქმის სახით იწერება, სადაც დეტალურად უნდა იქნეს აღწერილი ამ ჯგუფის შეხვედრაზე რა იყო განხილული, ეს იყო მოსწავლის შეფასების პროცესი, ინდივიდუალური მიზნების დაგეგმვის პროცესი, ეს იყო მოსწავლის სწავლების პროცესის გადახედვა და თითოეულ ჯგუფის წევრმა უნდა წარმოთქვას ბუნებრივია სიტყვა, შეაფასოს მოსწავლის სწავლების მიმდინარეობის პროცესი, რა ეტაპზეც იმყოფება, ეს არის შეფასება, მიზნების განხორციელება თუ უკვე პროგრესის შეფასება, შესაბამის კომენტარს ამზადებს თითოეული გუნდის წევრი და წლის ბოლოს უკვე წარუდგენს როგორც კანონიერ წარმომადგენელს საკუთარ შეფასებას, ასევე ადმინისტრაციასაც წარუდგენს შეფასებას. ანუ როგორც თქვი, თითოეული შეხვედრისთვის უნდა იყოს თომის საქმე მინიმუმ 4 შეხვედრა, ანუ სემესტრში 2 შეხვედრა უნდა განისაზღვროს, მაგრამ საჭიროების შესაბამისად შეიძლება დაიგეგმოს მეტი შეხვედრაც. რაოდენობაში ბუნებრივია არ ვარ შეზღუდული, უბრალოდ თითოეული შეხვედრა უნდა განისაზღვროს ოქმის სახით შესაბამისად დოკუმენტირდეს და ოქმები ინახება მოსწავლის პირად საქმეში. რაც შეეხება ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ეს არის უშუალოდ ვრცელი დოკუმენტი. ეს არ არის მხოლოდ რაღაცა კონკრეტული საგნის მიზნები. საკმაოდ დიდი დოკუმენტია, რომელიც შედგება რამდენიმე ძირითადი კომპონენტებისგან და მოიცავს როგორც მოსწავლის შესახებ ზოგად ინფორმაციას, ასევე საგნობრივ გეგმებს, მიზნებს, მხარდამჭერ მექანიზმებსაც ასევე. ანუ ეს არის სტრუქტურა, რომელიც
უზრუნველყოფს, რომ გეგმა იყოს სრულყოფილი, იყოს მიზანმიმართული და მოსწავლის რეალურ საჭიროებებზე იყოს მორგებული. ანუ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შედგება 3 ძირითადი ნაწილი შეგვიძლია გამოვყოთ. პირველი არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ზოგადი ნაწილი, სადაც ინფორმაცია გვაქვს სწავლების პროცესების თაობაზე, სადაც მოცემულია მოსწავლის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, ასევე საგნობრივი მონაცემები, დამატებითი საჭიროებები, ხელშემწყობი აკომოდაციები, რაზეც ვისაუბრეთ, ხო, დღევანდელი ვებინარის ფარგლებში. ასევე ინდივიდუალური განრიგი. ინდივიდუალური განრიგის საჭიროებაც ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის დასკვნაში უნდა ეწეროს, რომ მოსწავლეს აქვს ინდივიდუალური განრიგის საჭიროება და ამ დასკვნის საფუძველზე ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე მომუშავე გუნდი მსჯელობს, თუ რა ტიპის ინდივიდუალური განრიგით სარგებლობა არის მოსწავლისთვის იმ შემთხვევაში რელევანტური, ასე განსაზღვრავს მსჯელობის საფუძველზე იღებს არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე ბუნებრივია შესაბამის გადაწყვეტილებას, გაწერს განრიგს, ოქმში ბუნებრივია მითითებული უნდა იყოს თითოეული არგუმენტი ეს პროცესი როგორ მივედით ამ განრიგის შესაბამის განსაზღვრამდე და შემდგომ ესეც ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში აისახება შესაბამისი ცხრილის სახით. ასევე მოსწავლის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების აღწერაც არის ზოგადი ნაწილის ფარგლებში. ხო ჩვენ რო ეს პირველი ნაწილიც ვნახოთ, მაგრამ ვიზუალურად ალბათ ყველას გინახავთ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის ფორმა აქ ახლა შევსების ინსტრუქციებს ესე დეტალურად არ განვიხილავთ. ჩვენ ადრეულ პერიოდში გვქონდა ერთ-ერთი ვებინარი მასწავლებლის სახლის ფარგლებში, სადაც შევსების ინსტრუქციაზეც არის საუბარი და შეგიძლიათ მოგვიანებით შემდგომ ჩანაწერიც ნახოთ ამ მიმართულებით თუ უფრო დეტალურად დაგაინტერესებთ საკითხი, მაგრამ მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ზოგადი ინფორმაცია სწორედ გახლავთ, აი ეს პირველი ნაწილი, სადაც მოსწავლის შესახებ ინფორმაციას უთითებთ, შემდგომ იწერება საგნების ჩამონათვალი, ისგ ჯგუფი, უბრალოდ ისგ ჯგუფის წევრების ჩამონათვალი, ვინ არიან ისგ ჯგუფის წევრები, მათი სახელი და გვარები და თითოეული შეხვედრა აქ არის თარიღები უნდა ჩავსვათ და რომელი გამოცხადდა ამ შეხვედრაზე, რომელი არ გამოცხადდა, მოსანიშნი გრაფა არის. ქვევით უკვე შემდგომ ეტაპზე აქ მოდის უშუალოდ საგნების ჩამონათვალი, რომელსაც სწავლობს მოსწავლე და აქ რომელ საგანში უნდა სწავლობდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით, რომელში არ სჭირდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ეროვნული სასწავლო გეგმით მიმდინარეობს სწავლება, თუ არის რომელიმე საგანი, რომელსაც საერთოდ არ ესწრება მოსწავლე, აქ უნდა იყოს მითითებული ბუნებრივია ეს მონაცემები შემდგომ ადმინისტრაციასთანაც იგზავნებოდა, თუ რომელიმე საგანში საერთოდ არ ესწრება მოსწავლე, ამ შემთხვევაში ელექტრონული ჟურნალიდანაც და ბაზიდანაც იქნება ამოღებული იმ სემესტრის ან წლის განმავლობაში შესაბამისად, რომელ საგანშიც ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად არ უწევს დასწრება. და ასევე დამატებითი საჭიროებებიც აქვე უნდა მოვნიშნოთ, რა ესაჭირება მოსწავლეს. ეს არის რესურს ოთახში მუშაობა, თუ ასევე სხვა სპეციალისტი, სპეციალურ საჭიროების მქონე პირის ასისტენტი, ფსიქოლოგის მხარდაჭერა, ინდივიდუალური განრიგით სარგებლობა. თუ რაი აქ თითოეული ჩამონათვალი არსებობს და ამ ჩამონათვალში მოვნიშნავთ იმ საჭიროებებს, დამატებით სერვისებს, რომელსაც ჩვენ თავაზობთ საჭიროების შესაბამისად მოსწავლეს. ქვევით როგორც გითხარით არის დასწრების ინდივიდუალური განრიგი, სადაც საგნების მიხედვით უნდა ჩავწეროთ მისი ცხრილი და მოვნიშნოთ ფერების მიხედვით თუ რომელ საგანს ესწრება მოსწავლე, რომელ საგანზე იმყოფება რესურს ოთახში, თუ ეს ინდივიდუალური განრიგით არის განსაზღვრული, რომელი საგანი საერთოდ არის ამოღებული, თუ არის ბუნებრივია ასეთი საგანი. მარჯვენა გრაფა არის უკვე ის ნაწილი, სადაც მოსწავლის აკომოდაციები, სწავლების ხელისშემწყობი აკომოდაციებია მოცემული, ჩამოთვლილი არის თითოეული მიმართულებით სასწავლო პროცესი, გარემო პირობები, დამხმარე საშუალებები, დრო და განრიგი და აქ უკვე უნდა მოვნიშნოთ, რომლით სარგებლობს მოსწავლე, რომელი მხარდაჭერა და რა ტიპის აკომოდაცია ესაჭირება მოსწავლეს. ქვევით უკვე გვაქვს კლასის დამრიგებელი, დირექტორი, მშობელი, სპეციალური მასწავლებელი აწერს აი ამ ნაწილს ხელს, რომ თითოეული გაეცნოს, შეთანხმდა ამ საკითხზე და ხელმოწერით უნდა დადასტურდეს, აი აქ ქვევით სახელგვარი ხელმოწერის გრაფა გახლავთ სწორედ ამ ნაწილში. შემდგომ უკვე მოდის მოსწავლის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების აღწერა.
ამასაც როგორც წესი გუნდი ერთობლივად შეიმუშავებს და აგროვებს ინფორმაციას, თუმცა ძირითადი პასუხისმგებლობა ამ ნაწილის შევსებაზე ეკისრება ბუნებრივია ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს, როგორც არის სპეცმასწავლებელი, ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების სპეციალისტი და ასე შემდეგ. თითოეული უნარის მიმართულებით ხდება ინფორმაციის მოძიება, თუმცა მოძიების პროცესში ის ჯგუფის ყველა წევრი უნდა იყოს ჩართული ეს შეფასების ინსტრუმენტებზე ისაუბრეთ ვებინარზე და შესაბამისად შეფასების იმ ინსტრუმენტების ფარგლებში ხდება მოსწავლის ძლიერი მხარეების, საჭიროებების აღწერა, თითოეული უნარის შესაბამისად საერთო ინტერესების, მოსწავლის ინტერესების გამოყოფა, რომ აი ამ შეფასების შედეგებს უნდა დაეყრდნოს შემდგომი მუშაობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის შესახებ სრული, დეტალური, ობიექტური ინფორმაციის მოძიება, რომ ჩვენი შემდგომი ნაბიჯი, რასაც დავისახავთ, ანუ გეგმა იყოს მოსწავლის რელევანტური. თუ ეს პროცესი არ აქვს შესაბამისად გავლილი და არ არის სრული, ამ შემთხვევაში მაშინ გაგვიჭირდება შემდგომი პროცესის რეალისტური მიზნების დასახვა. ანუ ეს არის ზოგადი ნაწილი, პირველი ინდივიდუალური სასწავლო გეგმისა. შემდგომ უკვე მოდის საგნობრივი გეგმები. საგნობრივი გეგმები უშუალოდ საგნის მასწავლებლების მიერ უნდა შემუშავდეს, სადაც განსაზღვრული იქნება თითოეულ საგანში ცოდნის აქტუალური დონის აღწერა, რაც გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით თითოეული ცნების ფარგლებში თითოეულმა მასწავლებელმა წლის დასაწყისშივე უნდა შეაფასოს რა იცის ახლა მოსწავლემ, რა შეუძლია დამოუკიდებლად აი ამ საგანში, რომელშიც დგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. აი ამას ყველა საგნის მასწავლებელი აფასებს, ბუნებრივია, საგნობრივი შეფასება, ანუ ცოდნის აქტუალური დონის დადგენა თითოეულ საგანთან მიმართებაში თითოეული მასწავლებლის მიერ განისაზღვრება და შემდგომ უკვე განისაზღვრება შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, ამ საგანში ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სჭირდება, თუ არ სჭირდება, თუ კი ძლევს მოსწავლე ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარს კონკრეტულ საგანში, შესაბამისად ივსება ეს ნაწილი ცოდნის აქტუალური დონის აღწერა საგნის მასწავლებლის მიერ და შესაბამისი დასკვნა მიეთითება, რომ მოსწავლეს ძლევს და ის რა თქმა უნდა შეფასების შედეგები უნდა იყოს დეტალურად აღწერილი, ბუნებრივია და ჩატარდეს სასწავლო პროცესში დაკვირვება, შეფასება, ამ შეფასების შედეგების ანალიზი, დეტალური აღწერა, ცოდნის აქტუალური დონის აღწერა და ამას უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი დასკვნა. და ბუნებრივია ეს დასკვნა უნდა ეხმიანებოდეს მოსწავლის ზოგად უნარებსაც, ხო? არ შეიძლება რომ საგნის მასწავლებელმა მიუთითოს, რომ კონკრეტულ საგანში მოსწავლეს შეუძლია რაღაცა ან არ შეუძლია, მსჯელობა მაგალითად რაღაც ისტორიის მოვლენებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ ზოგად შეფასებაში ეწეროს, რომ მოსწავლეს მსჯელობა უჭირს და მხოლოდ ხრობის უნარი აქვს განვითარებული შესაბამისად, ხო? აქედან გამომდინარე, ეს ორივე ერთმანეთს უნდა ეფუძნებოდეს და არ უნდა იყოს ურთიერთგამომრიცხავი. ზოგადი უნარების შეფასება სწორად იმისათვის გვჭირდება, რომ ჩვენ ეს გავითვალისწინოთ, განსაზღვროთ რა უნარები არსებობს, შემდეგ თითოეული საგნის აქვს მოსწავლეს ძლიერი მხარეები თუ საჭიროებები, რომ მე ეს საგნის მიმართულებების მიხედვით ჯერ შეფასება და მე მიზნების განსაზღვრა სწორად ერთობლივად ამაზე დაფუძნებით უნდა მოხდეს. აქედან გამომდინარე, საგნის მასწავლებლები საგნებრივ შეფასებას ახორციელებენ პირველ ეტაპზე, დასკვნას ესაჭიროება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა თუ არ ესაჭიროება და თუ კი ესაჭიროება, ბუნებრივია ამას მოჰყვება გრძელვადიანი მიზნების დასახვა, ასევე თითოეული თემის ფარგლებში ეტაპობრივად უკვე განისაზღვრება თემასთან მიმართებით მოკლევადიანი მიზანი და ასევე აქტივობები, სტრატეგიები, რესურსები დეტალურად, რომელიც აი ამ თემის ფარგლებში უნდა დაისახოს მასწავლებელმა თითოეულ მოსწავლეთასთან განხორციელების პროცესში და აი ამას უკვე უნდა მოსდევდეს პროგრესის შეფასება. პროგრესის შეფასება ეს გახლავთ დოკუმენტი, რომელიც უნდა შეივსოს სემესტრში მინიმუმ ერთჯერ, თითოეული თემის ბოლოს უნდა იყოს ჩანაწერი გაკეთებული, მაგრამ ერთ შეფასებაში თავსდება ბუნებრივია ეს ჩანაწერი, თითოეული თემის ფარგლებში დეტალურად უნდა აღწეროს საგნის მასწავლებელმა ამ თემის ფარგლებში ეს მიზნები, აქტივობები, რომ განსაზღვრა ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში, რამდენად მიაღწია თითოეულ მათგანს, რამდენად არის თითოეული მათგანი დაძლეული და ეს ახლა ამის ფორმატს რომ ვნახოთ.
ის გახლავთ სწორედ საგნობრივი ფორმა, ხო? პირველი როგორც გითხარით, ცოდნის აქტუალური დონის აღწერა, ამას ყველა მასწავლებელი აღწერს და აკეთებს და ამის საფუძველზე ადგენს მის კონკრეტულ საგანში ესაჭირება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა თუ არა. ხდება ისეც, რომ ზოგიერთ საგანში სჭირდება მოსწავლეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ზოგიერთ საგანში კი ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მინიმალური კომპეტენციის ზღვარს შესაბამის საფეხურსა და არ ესაჭირება და ეროვნული სასწავლო გეგმით მიმდინარეობს სწავლება. თუმცა აი ეს პირველი კომპონენტი უნდა იყოს აუცილებლად შევსებული დეტალურად აღწერილ ჩანდეს, რომ მოსწავლე ძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას და აქვს აი ამ კონკრეტულ ეროვნულ სასწავლო გეგმას და აქვს აი ამ კონკრეტულ საგანში შესაბამისი ძლიერი მხარები. შემდგომ თუ ვერ ძლევს ბუნებრივია გრძელვადიანი მიზნები მოყვება და თითოეული თემის ფარგლებში ცალ-ცალკე ივსება ეს იმდიდჯერ უნდა გადაკოპირდეს, ასე ვთქვათ, რამდენი თემაც არის მოცემულ საგანში და იმდიდჯერ ივსება ზუსტად. თითოეული თემა, განხორციელების პერიოდი, მოკლევადიანი მიზნები ამ თემის ფარგლებში, რაც არის, რაც ბუნებრივია გრძელვადიან მიზნებს უნდა მიემართებოდეს, აქტივობები და რესურსები, რომლებსაც პროცესში განახორციელებს მოსწავლე. და პროგრესის შეფასება ეს პირველი სემესტრის ბოლოს და მეორე სემესტრის ბოლოს თითოეული თემის ფარგლებში რაც მიაღწია მოსწავლე, ეს უნდა აქ ფიქსირდებოდეს. და ეს თუ დეტალურად არის შევსებული, ბუნებრივია ეს არის იმის საფუძველი, რომ მომავალ წელს შემდგომი წლისთვის მასწავლებელმა აი ამ საგანში მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის განსაზღვრა მოახდინოს. ანუ ეს თუ კარგად და დეტალურად არის შევსებული, უბრალოდ ზაფხულის განმავლობაში თუ რაიმე დაავიწყდა მოსწავლეს, აი ამის გადამოწმება ხდება, თორემ შემდგომ ფაქტობრივად ეს იქნება ის ცოდნის აქტუალური დონე, რაც ამ საგანში, კონკრეტულ საგანში შეიძლება ჰქონდეს მოსწავლეს და შეგვიძლია ბუნებრივია სხვა წინარე ცოდნებთან ერთად ის ნაწილიც აი აქ გაერთიანდეს შემდგომი წლისთვის, ანუ საფუძველს შექმნის შემდგომი წლის შეფასებისთვის. და შემდგომი ნაწილი, ასე ვთქვათ, ინტერვენციის გეგმა, ანუ მესამე ნაწილი, ეს გახლავთ ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მიერ, და ეს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი არ არის მხოლოდ სპეციალური მასწავლებელი, ხო, ჩვენ ვთქვით, ვინ შეიძლება იყოს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი. ფსიქოლოგიც, ასისტენტი, თუმცა ასისტენტი ამ შემთხვევაში მხოლოდ კონკრეტულ მოსწავლესთან მის პირისპირ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საჭიროების შესაბამისად. ენისა და მეტყველების სპეციალისტი იქნება ეს თუ ოკუპაციური თერაპევტი, შესაბამისი მიზნების განსაზღვრა ხდება აი ამ ინტერვენციის გეგმის ფარგლებში. ანუ ინტერვენციების დაგეგმვა ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მიერ უნდა ხორციელდებოდეს. ეს არის ინტერვენციის გეგმის ფორმა, რომელსაც ინკლუზიური განათლების სპეციალისტები აავსებენ. ადგენენ კონკრეტულ სფეროს უნარს, რომელშიც სჭირდება მოსწავლეს გაძლიერება, რაც არის ხელშემწყობის შემდგომ თითოეული საგნის ფარგლებში უნარების გაძლიერება მოსწავლებს ეხმარება საგნობრივი გეგმების მიღწევაში უკეთესად. შესაბამისად, აი ასეთი ტიპის ინტერვენციები უნდა დაისახოს ინკლუზიური განათლების სპეციალისტმა მიზნად, რას რვადაში უნდა მიაღწიოს, ამასაც ბუნებრივია წერს. აი აქვე ერთი საკითხი რაც არის კავშირი საგნობრივ მიზნებთან. ანუ თითოეულ საგანს როგორ უკავშირდება ეს ინტერვენცია, რომელსაც ისახავს მიზნად, რა უნარს განევითარებს ამ ინტერვენციის ფარგლებში, რომელიც ქართულში, მათემატიკაში თუ ისტორიაში გამოადგება. ეს არის წერა, კითხვა, თხრობა, ლოგიკური აზროვნება, მსჯელობა თუ მეხსიერება, აზროვნება, ყურადღების მოცულობა თუ ასე შემდეგ. ანუ იმ მიზნების განვითარებისას სად ეკნება პროგრესი, სად გამოადგება ეს კონკრეტული მიზანი, რომელიც საფუძველი იქნება თითოეულ საგანში, რომ საგნის მიერ დასახულ მიზნებს უფრო ეფექტურად მიაღწიოს მოსწავლე. აქ აქტივობები, სასწავლო მასალა, რომელსაც ამ მიზნების ფარგლებში დაისახოს მასწავლებელი, გამოიყენებს სამეცადინო სივრცე, სად უნდა განხორციელდეს ეს აქტივობები. ინტერვენციის გეგმაზე მუშაობა შესაძლებელია როგორც დამატებით რესურს ოთახში განხორციელდეს, ინდივიდუალურად წყვილში თუ მცირე ჯგუფებში, ასევე შესაძლებელია საკლასო ოთახში სასწავლო საგნებთან ინტეგრირებულადაც განხორციელდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიზნების ფარგლებში ინტეგრირდეს ინტერვენციის გეგმის მიზნებიც და საკლასო ოთახში შეიძლება იმუშაოს სპეციალურმა მასწავლებელმა საგნის მასწავლებლებთან ერთად ინტერვენციის გეგმის მიზნების შესრულებას. და ერთ-ერთი საინტერესო კომპონენტი აქ არის მშობლის და მასწავლებლის თანამონაწილეობა. და ის სწორედ აქ ჩნდება თუ კლასში, ვთქვათ, როგორ იყენებს ამ კონკრეტულ საკითხს
მასწავლებელი ვთქვათ, თუ თხრობის უნარზე მუშაობს, თითოეული საგნის ფარგლებში სიუჟეტური ბარათების მხარდაჭერით ხდება თხრობა, თუ ანგარიში მაშინ მათემატიკის თუ რა მიმართულებით იქნება წერის უნარის განვითარებისას ბუნებრივია თითოეული საგნის ფარგლებში რა ტიპის რა მოცულობის სიტყვებს წინადადებების უნდა იყენებდეს მოსწავლე სახლში მხარდაჭერა მშობლის მიერ მშობლის ჩართულობა სად იქნება ამ აქტივობის ფარგლებში ესეც უნდა იყოს განსაზღვრული. ანუ რომ მეუბრუნდეთ ისევ ინტერვენციის გეგმას, სასწავლო მიზნები, კავშირის საგანმანათლებლობრივი გეგმის მიზნებთან, აქტივობები, როგორც თქვით, მასალა და რესურსი, სამეცადინო სივრცე, მშობლის მასწავლებლის თანამონაწილეობა. აი ამ პროცესში, ანუ ეს ყველაფერი ერთობლივად არის დაკავშირებული. და ასევე დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც შესაძლებელია მოსწავლის საჭიროების შესაბამისად არსებობდეს მოსწავლის პორტფოლიოში და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ნაწილიც იყოს, ეს შეიძლება იყოს ქცევის მართვის გეგმა, როდესაც ქცევითი სირთულეები ვლინდება მოსწავლის შემთხვევაში და აუცილებელია ამ მიმართულებით მუშაობა, ქცევის მართვის გეგმა შემუშავდება და ამის განხორციელება ბუნებრივია ერთობლივად ხდება ისგურის მიერ შემდგომ და ასევე ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმა თუ კი მოსწავლა მაგალითად პირველ კლასში მოდის ან საფეხურს იცვლის შიდა ტრანზიციების დროს ან სკოლას ასრულებს და პროფესიულ სასწავლებელში ან სხვაგან მედის ჩვენ ტრანზიციაზე გვექნება კიდევ ერთი ვებინარი და უკვე აქ შინაარსობრივად აი აქ გექნებათ ამ საკითხზე მუშაობა თუმცა ისიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ნაწილია ამ ყველაფრის შემუშავება და ის რა თქმა უნდა ყველა მოსწავლე შეიძლება არ დაჭირდეს საჭიროების შესაბამისად განისაზღვრება და იქნება ქცევის მართვის გეგმა თუ ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმა იმ მოსწავლებთან რომლებსაც აქვთ ამ კონკრეტული მიმართულებით საჭიროებები და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მთავარი დანიშნულება, ასე ვთქვათ, არის ის, რომ განსაზღვროს მოსწავლის საჭიროებები, რომ შევაჯამოთ ფაქტობრივად ეს საკითხი, ჩამოყალიბოს რეალისტური და გაზომვადი მიზნები, ასევე დაგეგმოს შესაბამისი ინტერვენციები, განსაზღვროს ასევე პასუხისმგებელი პირები და უზრუნველყოს პროგრესის მონიტორინგი და შეფასება. ხოლო ისგო ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მონაცემებზე დაფუძნებულ ციკლურ პროცესს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლების მიზანმიმართულ ცვლილებას, მოსწავლის პროგრესის სისტემურ მონიტორინგს და მიღებული შედეგების მიხედვით ინტერვენციის ცვლილებას. ანუ ეს არ არის როგორც ის უბრუნდები იმ საკითხს, რომ დავწერე და მე რუტინულად მივყვე. ეს მუდმივი ციკლური პროცესია, რომელიც ყოველჯერზე თავიდან იწყებს მოძრაობას და მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად ხდება როგორც შეფასება, ასევე ცვლილება. ანუ რა უნდა შეიცვალოს მოსწავლის სასწავლო პროცესში, რომ პროგრესი რეალურად გახდეს შესაძლებელი. აი სწორედ ამას უნდა პასუხობდეს კარგი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. და ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ეფექტიანია, როდესაც ის გამოიყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში და არ არის თაროზე შემოდებული დოკუმენტი. როცა მის საფუძველზე იგეგმება სწავლების პროცესი. როცა მოსწავლის პროგრესი რეგულარულად, რეალურად აღირიცხება, ეტაპობრივად, თითოეული თემის ბოლოს ხდება მისი შეფასება და ჩაწერა საგნობრივად, ან თითოეული უნარის მიხედვით და არ ველოდებით მაინდა-მაინც სემესტრის ბოლოს, რომ ის სავალდებულო მონიშნა განვახორციელოთ იმ დოკუმენტში. როცა საჭიროების შემთხვევაში იცვლება სწავლების სტრატეგიებიც. როგორც თქვით, ეს არის მუშა, მოქნილი, მოქმედი დოკუმენტი, არ არის სტატიკური, არის ცოცხალი პროცესი, რომელიც მუდმივად იცვლება მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად და აუცილებლად მასზე უნდა მუშაობდეს მთელი გუნდი. ერთი ადამიანის მუშაობის შემთხვევაში ეფექტური არ არის მუშაობა და პროგრესი შესაძლებელია ბუნებრივია არსებობდეს, მაგრამ რეალური პროგრესი თუ ჩვენ გვინდა დავინახოთ, მაშინ ყველა თავის ფუნქცია-მოვალეობას უნდა ასრულებდეს გუნდში, ერთობლივი დაგეგმვა და მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასთან მიმართებით. ეფექტიანი ინდივიდუალური სასწავლო
გეგმა ბუნებრივია იწყება მკაფიო მიზნების განსაზღვრით და რა არის მკაფიო მიზნები. Smart კრიტერიუმები ალბათ ყველას გვსმენია უკვე, სწორედ smart პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს, ეს არის ინგლისური სიტყვების აბრევიატურა SMART-ი, რომელიც გულისხმობს, რომ მიზანი უნდა იყოს სპეციფიკური, ანუ რა უნდა შეძლოს მოსწავლემ, ეს უნდა იყოს კარგად გადმოცემული, ასევე გაზომვადი, როგორ გავიგებ, რომ პროგრესი მიღწეულია. მიღწევადი უნდა იყოს შესაბამება თუ არა მოსწავლის შესაძლებლობებს ეს მიზნები, ეს კითხვა დავსვათ, ანუ მოსწავლის შესაძლებლობის შესაბამისი უნდა იყოს. რელევანტური, ანუ უკავშირდებოდეს რეალურ საჭიროებებს, მართლა იმას გეგმავ, რასაც მინდა რომ კონკრეტულ შესაბამის მიზნებთან და მოსწავლესთან მიზნებთან მიმართებაში მივახცე, ანუ რელევანტური მიზანი უნდა დავისახო. დროში განსაზღვრული, რა დროს ჭირდება მიზნის მისაღწევად, როდის უნდა შეფასდეს პროგრესი, ხო? შესაბამისად, SMART კრიტერიუმს უნდა ეფუძნებოდეს თითოეული მიზანი, რომელსაც საგნის ფარგლებში თუ ინტერვენციის გეგმის ფარგლებში დაისახავს მასწავლებელი. ამ კრიტერიუმებზე დაფუძნებით დგება მიზნები და როგორც საგნობრივი მიზნები, როგორც თქვით, ასევე ინტერვენციები. როდესაც SMART მიზნები უკვე განსაზღვრული გვაქვს, რა თქმა უნდა, შემდეგი ნაბიჯი მათი პრაქტიკაში რეალიზება, ხო, განხორციელება. და ეს აქ იწყება სწორედ ინტერვენციაც, ანუ ინტერვენცია ეს არის მიზანმიმართული, წინასწარ დაგეგმილი და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ქმედება, რომელიც მიმართულია მოსწავლის კონკრეტული როგორც სასწავლო, ასევე ქცევითი, კომუნიკაციური, სოციალური, ადაპტური შემეცნებითი, კოგნიტური, ხო, იგივე, აი ამ სირთულეების დაძლევის. ინტერვენციის მთავარი მიზანი არის მოსწავლის მხარდაჭერა ისე, რომ მან შეძლოს სირთულეების ეტაპობრივად დაძლევა და უფრო აქტიური და დამოუკიდებელი მონაწილეობა სასწავლო პროცესში. ინტერვენცია საჭიროა და გვჭირდება იმიტომ, რომ საგნობრივი სასწავლო გეგმები ზოგადად უფრო მეტად კონკრეტულ საგნებზე და კონკრეტულ აკადემიურ მოთხოვნებზე არის ორიენტირებული. ხოლო ინტერვენცია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალურად კონკრეტული საჭიროებების მიხედვით დაგეგმოთ მხარდაჭერა იმ მოსწავლებისთვის, ვისაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება სხვადასხვა უნარების მიმართულებით. ანუ საგნის მასწავლებლები ძირითად ორიენტირს საგანზე იღებენ, ხო, კონკრეტულ აკადემიურ მიღწევებსა და უნარს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების შემთხვევაში დეფიციტური არის ხოლმე ასევე სხვადასხვა უნარები, რომლებიც ბუნებრივია ხელისშემშლელია უშუალოდ აკადემიური მიღწევებთან მიმართებაში, ხო? ანუ თუ მოსწავლეს აქვს მეხსიერების, ყურადღების, კონცენტრაციის სირთულე, ქცევითი ემოციური სირთულე, ეს ყველა საგანში იქნება ბარიერი, რომ მასწავლებლის მიერ დასახული მიზნების შესაბამისად განხორციელდეს. ხო, მასწავლებელმა რომ აქტივობა შესთავაზა, თუ ყურადღების კონცენტრაციის სირთულე აქვს, ბუნებრივია გაუჭირდება იმ აქტივობაზე ყურადღების კონცენტრაცია. ამიტომ უნდა ჯერ ბუნებრივია ისეთი ტიპის აქტივობები შეთავაზოთ მოსწავლეს, რომელიც მის ამ უნარებზე იქნება მორგებული და იმდენ ხანს შევთავაზებთ ჩვენ აქტივობას, რა ყურადღების მოცულობაც აქვს იმ კონკრეტულ მოსწავლეს იმ მომენტში და ბუნებრივია ამაზე უკვე ინტერვენციის ფარგლებში უნდა მოხდეს მუშაობა, რომ თავდაპირველად კი გეგმება შეფასების საფუძველზე თითოეული საგნობრივი გეგმებიც და აქტივობებიც, რომ მოსწავლის ძლიერ მხარეებს დავეყროთ, მაგრამ აი ამავდროულად ინტერვენციებიც უნდა განხორციელდეს, რომ ეს უნარები ნელ-ნელა გაიზარდოს და გაზრდასთან ერთად თუ მეხსიერების მოცულობა გაიზარდა, მეტრამეს დაიმახსოვრებს თითოეულ საგანში მოსწავლე, თუ ყურადღების კონცენტრაციის უნარი გაიზარდა, თითოეულ საგანში უფრო მეტი კონცენტრაციის ჩაერთვება და აქტივობას უფრო დიდხანს შეასრულებს და უფრო მეტად იქნება კონცენტრირებული, ანუ ინტერვენციები ეხმარება მოსწავლეს აკადემიური მიზნების მიღწევაშიც. აი ამიტომ არის სწორად რომ დაიგეგმოს შესაბამისი ინტერვენციები და მოხდეს ერთობლივი მუშაობა ამ თითოეული უნარების მიმართულებით.
ინტერვენციებიც, ახლა როგორც ინდივიდუალური სასწავლო გეგმის პროცესი მოიცავს საჭიროებების იდენტიფიცირებას, მიზნების განსაზღვრას, რა მიზნები უნდა გქონდეს, რომელი მიმართულებით შესაძლოა ბევრი დეფიციტური უნარი ვლინდებოდეს, მაგრამ რა არის პრიორიტეტული უნარები, რომელზეც ახლა უნდა ვიმუშაოთ, რაც პირველ ეტაპზე იქნება პრიორიტეტი. ასევე შესაბამისი სტრატეგიები უნდა შევარჩიოთ მიზნის მისაღწევად. შემდგომ განხორციელების პროცესია, მერე ისევ მონაცემების შეგროვება და აი ამ ეფექტიანობის შეფასება, თუ რამდენად ეფექტური იყო ეს ინტერვენცია. თუ ეფექტური არ იყო და სირთულეები კვლავ არსებობს, მაშინ გეგმის კორექტირება გვჭირდება საჭიროების სამეფო. და როგორც უკვე აღნიშნე, ინტერვენცია შეიძლება განხორციელდეს როგორც დამატებით რესურს ოთახში, ასევე სასკოლო გარემოში, საგაკვეთილო პროცესზე უშუალოდ ინტეგრირებული მუშაობით, რაც უზრუნველყოფს მხარდაჭერის ბუნებრივ ყოველდღიურ სასწავლო პროცესში ჩაშენებას, ასე ვთქვათ, ინტეგრირებას, ხო? პროცესი მოიცავს საჭიროებების იდენტიფიცირებას, პირველ რიგში მიზნების განსაზღვრას, სტრატეგიების შერჩევას და მერე აი აქ უნდა განისაზღვროს, სად შესრულდება კონკრეტული მიზნები რესურს ოთახში თუ საკლასო ოთახში საგნებთან ინტეგრირებულად. ზოგჯერ რესურს ოთახში მუშაობა არის ხოლმე იზოლირების ერთ-ერთი საშუალება. ზოგჯერ რა თქმა უნდა აუცილებელია რესურს ოთახში მუშაობა, მაგრამ თუ არასწორად ხდება ეს პროცესი, ზოგჯერ მოსწავლე იზოლირებული ხდება სასწავლო პროცესისგან, როცა კლასში შეუძლია იმ მიზნებზე მუშაობა. ამიტომ საკლასო ოთახში მუშაობა არის ერთ-ერთი ალტერნატივა, რომელსაც სპეციალური მასწავლებელი შეიძლება გეგმავდეს და იყენებდეს ინტერვენციის მიზნების მისაღწევად. აუცილებელი არ არის რესურს ოთახში მიმდინარეობდეს მხოლოდ ამ მიზნებზე მუშაობა. მიზნებზე მუშაობა, როგორც გითხარით, შესაძლებელი გახლავთ საკლასო ოთახშიც. ბარიერები ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელების პროცესში რაც გვხდება ხოლმე, რაც გავლენას ახდენს მის ეფექტიანობაზე. ეს შესაძლებელია იყოს მონაცემების ნაკლებობა, რაც ართულებს სწორად დაგეგმვასა და პროგრესის შეფასებას, ხო? თუ არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია მოსწავლის უნარების, შესაძლებლობების თუ ინტერესების შესახებ, მაშინ სწორად ვერ დაგეგმოს სასწავლო პროცესი. ასევე ხშირად გვხდება გუნდის არასრული კოორდინაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ შეთანხმებულად არ მუშაობენ. თავისთვის მუშაობს და შესაბამისად ინდივიდუალური მუშაობა, როგორც აღნიშნეთ, არ არის საერთოდ ეფექტური, როცა მოსწავლის საჭიროებები განსაკუთრებით მხარდაჭერას და შეთანხმებულ მუშაობას საჭიროებს. ასევე რესურსების დროის შეზღუდვა არის, ზოგჯერ ნაკლები რესურსი აქვს მასწავლებელს, ზოგჯერ რადგან ინდივიდუალური საჭიროება აქვს, ინდივიდუალური ადაპტირებული რესურსები ესაჭიროებათ მოსწავლეებს, რომელიც უნდა შექმნას ბუნებრივია თითოეული საგნის ფარგლებში საგნის მასწავლებელმა უბრალოდ ამ პროცესში მხარდამჭერი შეიძლება იყვნენ ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, მაგრამ პასუხისმგებლობა იმ აქტივობებზე, რომლებიც საგნის ფარგლებში უნდა შესთავაზოს, აქვს საგნის მასწავლებელს იქიდან გამომდინარე, რომ მის საგანში ყველაზე კომპეტენტური ადამიანი ის არის, უბრალოდ ინკლუზიური განათლების სპეციალისტები ფლობები მეთოდებსა და ზოგადად სტრატეგიებს, რომელიც კონკრეტული მოსწავლეების საჭიროების შესახებ, მათი განვითარების შესახებ გვაძლევს ინფორმაციას და ამ მიმართულებით გვიწევენ მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე, ეს ადაპტირებული რესურსების სიმწირე. ადაპტირება არ ნიშნავს მზასახით რესურსების არსებობას. რამდენი მოსწავლეც არის, იმდენი საჭიროება არის და იმდენი სახის ინდივიდუალური რესურსის შექმნა შეიძლება მოგვიწევს. ამიტომ რაც არ უნდა მხარდაჭერა გამოგვიცხადოს ჩვენ ნებისმიერ, ვთქვათ, გზამკვლევები იქნება თუ წიგნები მოგვეწოდოს, იმ კონკრეტულ მოსწავლეს მაინც ვერ მოერგება. ამიტომ მუდმივად გვიწევს ადაპტირება სწავლების პროცესში თითოეული საგნის ფარგლებში თუ სადაც ინკლუზიური განათლების სპეციალისტები შეიძლება იყვნენ ჩვენი მხარდაჭერები. ასევე არათანმიმდევრული განხორციელება. თუ სისტემატურად არ მიმდინარეობს მუშაობა ამ პროცესზე, ამ შემთხვევაში პროცესი იქნება არათანმიმდევრული და შედეგიანი არ იქნება. და მონიტორინგის სისუსტე, თუ არ ხდება გადამოწმება ამ პროცესების, თუ არ ხდება შეფასება, განსაზღვრა მუდმივად, რამდენად სწორად ავგეგმოთ პროცესი, ამის გადაფასება, სხვა ტიპის ინტერვენცია ხო არ უნდა შემეთავაზებია, სხვა ტიპის აქტივობა ხო არ უნდა შეგვეთავაზებინა მოსწავლეების. ამის შეფასება თუ არ ხდება ამ შემთხვევაში, მაშინ ისე ვერ დაიგეგმება სასწავლო პროცესი. ამიტომ
დაგეგმვის ეტაპზე ჩვენ უნდა დავსვათ შეკითხვები, რა სირთულე აფერხებს მოსწავლის პროგრესს, რა არის ამ სირთულის გამომწვევი მიზეზი, რომელი სტრატეგიები პასუხობს ამ საჭიროებებს, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი პირი, როგორ შევაფასებთ შედეგს და რა ვადაში ვცვლით და გადავხედავთ ამ გეგმებს ცვლილებების საჭიროება ხომ არ არის. ასევე ეფექტიანობის შეფასების ეტაპზე ჩვენ შემდგომ უნდა მოუბრუნდეთ და განსაზღვროთ, მიაღწია თუ არა მოსწავლემ მიზანს, რა მონაცემები ადასტურებს ამ პროგრესს, რომელი სტრატეგია აღმოჩნდა ეფექტიანი და საჭიროა თუ არა ინტერვენციის გაგრძელება, ასევე საჭიროა თუ არა ახალი მიდგომების შერჩევა უშუალოდ მოსწავლისათვის. ანუ ინტერვენცია ესეც როგორც ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე მუშაობა არის ციკლური პროცესი, მოითხოვს მუდმივ შეფასებას, გადაწყვეტილებები კი უნდა ეფუძნებოდეს მონაცემებს, დაკვირვების ანალიზის შედეგად მიღებულ მონაცემებს და არა ვარაუდებს. ხო, ზეპირად ვერ განსაზღვრავთ, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ამ ინფორმაციის შეგროვება. და პროგრესი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. კოორდინირებული თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იზრდება მხარდაჭერის თანმიმდევრულობა, მცირდება ინფორმაციის დანაკარგი, გადაწყვეტილებები ეფუძნება მრავალმხრივ დაკვირვებას, იზრდება ინტერვენციის ეფექტიანობა და უმჯობესდება მოსწავლის შედეგებიც. ამიტომ ერთობლივი გუნდური მუშაობა არის მნიშვნელოვანი. თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები კი გახლავთ ის, რომ მუდმივად უნდა ტარდებოდეს შეხვედრები. რაღაცნაირად ეს ვიცი რომ ძალიან დიდი პრობლემაა სისტემაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შეხვედრების არსებობა. აქ შეიძლება ადმინისტრაციის ჩართულობაც და სისტემატური უნდა გახდეს, რომ მასწავლებელთა უმეტესობა და ისე გუნდის უმეტესობა ჩართული იყოს ამ პროცესში. და სავალდებულო არის ნამდვილად, მაგრამ ის რეალურად უნდა ავამუშავოთ, რომ რეგულარულად ტარდებოდეს შეხვედრები. ერთიანი მიზნების განსაზღვრა უნდა ხდებოდეს. ანუ არ არის მხოლოდ საგანმასაგნის მიზნები განისაზღვროს და სპეციალურმა მასწავლებელმა ინკლუზიური განათლების სპეციალისტებმა ცალკე ინტერვენციის მიზნები და განცალკევებით ემუშაოს. საერთო მიზნები შეიძლება არსებობდეს. ეს საერთო მიზანი შესაძლებელია იყოს მაგალითად თუ თხრობის უნარზე მუშაობთ, ხო, ინტერვენციის ფარგლებში. თხრობა შესაძლებელია ნებისმიერ საგანში. ქართულმაც რაღაც კითხოს და მოაყოლოს, თქვა ვიზუალურ მხარდაჭერა ბარათებზე დაყრდნობით, ისტორიის ფარგლებში, გეოგრაფიამაც და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, რა არის ჩვენი საერთო მიზნები, გუნდის საერთო მიზნები, გარდა საგნის მიზნებისა და გარდა კონკრეტული ინტერვენციის მიზნებისა, უნდა ჩამოვაყალიბოთ ერთობლივად ისე გუნდის შეხვედრებზე. პროგრესის სისტემური გაზიარება. ჩვენ ერთმანეთსაც უნდა ვუზიარებდეთ პროგრესს, ამიტომ ეს ჯგუფი სისტემატური შეხვედრა მნიშვნელოვანია. თითოეული მიღწევა, როდესაც არის გაჟღერებული, ბუნებრივია მასწავლებელსაც мотиваცია იმატება, რომ აი ეს შეძლო და შესაბამისად განახორციელა კონკრეტული მიზნები და პასუხისმგებლობების გადანაწილება უნდა ხდეს ჯგუფში. ანუ მარტო ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ განახორციელებს. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. უბრალოდ ამ პერიოდში შესაძლებელია მხარდაჭერა დასჭირდეთ პროცესში, როგორც საგნის მასწავლებლებს, ასევე მშობელსაც და აი აქ ინკლუზიური განათლების სპეციალისტების როლი ბუნებრივია არის უფრო დიდი, რომ გააძლიეროს თითოეული მათგანი. ანუ მათ ნაცვლად კი არ გააკეთოს მხოლოდ რაღაცეები, მხარდაჭერა გამოუცხადოს, გააძლიეროს სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამისად მერე პასუხისმგებლობების შესაბამისი გადანაწილება სწორედ რეალურ ეფექტურ შედეგამდე მიგვიყვანს. ასევე მშობლის აქტიური ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ამაზე ვისაუბრეთ უკვე. მშობლის ჩართულობაც გულისხმობს, როცა მშობელი დაინტერესებულია, როცა მშობელი ჩართულია, შედეგები უფრო მეტად იზრდება და უფრო მეტად ეფექტურია. ამიტომ მშობელთანაც მუდმივი კომუნიკაცია, ინფორმაციის გაზიარება არის ერთ-ერთი საფუძველი ეფექტური შედეგების მოსწავლესთან მიმართებაში. ანუ ეს მექანიზმები უზრუნველყოფს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის რეალურ განხორციელებას პრაქტიკაში. და მოკლედ ხა გადავაცილეთ ფაქტობრივად დროს, მაგრამ მოკლედ ვიტყვი თანასწავლობის მოდელებზე და შემდგომ ასე ვთქვათ შევაჯამოთ. ჩვენ ვთქვით, რომ თანამშრომლობა გულისხმობს იმას, რომ ერთობლივად შეიძლება მუშაობდეთ რაღაც მიზნებზე, როგორც საგნის მასწავლებელი, ასევე სპეციალური მასწავლებელი. და არა მხოლოდ რესურსთა შემემდინარეობდეს ინტერვენციის გეგმებზე მუშაობა. აი ამის განხორციელება კლასში შესაძლებელია და არსებობს სწორედ თანასწავლების რამდენიმე მოდელი, რომელიც შეგვიძლია სწავლების პროცესში გამოვიყენოთ. ეს შესაძლებელია იყოს მაგალითად პარალელური სწავლება. როდესაც ორი
მასწავლებელი ერთდროულად მუშაობს კლასში და ჯგუფს ყოფს ორ ნაწილად, სადაც თითო ჯგუფი ერთსა და იმავე თემას განსხვავებული ფორმებით ამუშავებენ. მაგალითად, ერთ ჯგუფთან მუშაობს ტექსტის გააზრებაზე, მეორესთან ლექსიკასა და ახალი სიტყვების განმარტებაზე შეიძლება იმუშაოს. მეორეს ეწოდება გაჩერებებით ან სადგურებით სწავლება, სხვადასხვა ტერმინით შეიძლება შევხვდეთ. სადგურების სწავლება არის, როცა კლასი იყოფა რამდენიმე სადგურად, ასევე შეიძლება ჯგუფი ვუწოდოთ და მოსწავლეები მონაცვლეობით ასრულებენ სხვადასხვა აქტივობას. მაგალითად, ერთ სადგურზე კითხვის აქტივობა, მეორეზე წერილობა, მესამეზე პრაქტიკული ან თამაშით აქტივობა და აქ მონაცვლეობით მხარდაჭერას უწევენ როგორც საგნის მასწავლებელი, ასევე სპეციალური მასწავლებელი. ალტერნატიული სწავლება გახლავთ, როცა კლასი იყოფა რამდენიმე, ასე ვთქვათ, ანუ უბრალოდ ალტერნატიული სწავლების დროს დიდ ჯგუფთან მუშაობს საგნის მასწავლებელი, ხოლო უფრო მცირე ჯგუფთან მუშაობს სპეციალური მასწავლებელი, სადაც ესაჭიროება უკვე უფრო მიზანმიმართული მხარდაჭერა იმ მცირე ჯგუფს. გუნდური სწავლება არის, როცა ორივე მასწავლებელი ერთდროულად ატარებს გაკვეთილს, როცა ერთდროულად მუშაობს მოსწავლეებთან სწავლების პროცესში, მაგალითად, ერთი ხსნის ახალ მასალას, მეორე მაგალითებს მოჰყავს, მეორეს სვამს შეკითხვებს და ასე ერთობლივად მიმდინარეობს სწავლება. შემდეგი ეს არის, როცა ერთი ასწავლის და ერთი აკვირდება, აი ასეთ დროს სპეციალური მასწავლებელი როგორც წესი არის დამკვირვებელი, თუ როგორ მიმდინარეობს მიზნების განხორციელება და ინტეგრაცია ამ პროცესში, მოსწავლის ჩართულობა და შემდგომ ამ დაკვირვების მონაცემების შეჯამება და ანალიზი გჭირდება. შეიძლება წერილობით და სასურველია, რომ წერილობით გაკეთდეს ჩანაწერი, დაკვირვების ჩანაწერები, გამოიკვეთოს გაკვეთილის ძლიერი მხარეები, საჭიროებები და რეკომენდაციები მივცეთ ამ შემთხვევაში, როგორ გაუმჯობესდეს სასწავლო პროცესი. და ბოლო ეს არის ერთი ასწავლის და მეორე ეხმარება, ანუ როდესაც საგნის მასწავლებელი ამ შემთხვევაში არის წარმართავი გაკვეთილის, მეორე კი ინდივიდუალურად ეხმარება მასწავლებელს ამ აქტივობის წარმოებაში და თითოეულ მოსწავლეს საჭიროების შესაბამისად და აქ ბუნებრივია უფრო მეტი აქცენტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მხარდაჭერაზე კეთდება. ანუ თითოეულ მოდილს თავისი ფუნქცია და დანიშნულება აქვს და იმის მიხედვით ვიყენებ თუ რა საჭიროებები არის კონკრეტულ კლასში. ანუ თანასწავლების მოდელი საერთო ჯამში ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ სწავლა იყოს უფრო მიზანმიმართული, უფრო მოქნილი, უფრო პრაქტიკული და ეფექტური იყოს და ეს პირდაპირ აისახება მოსწავლის ჩართულობაზე და ასევე მოსწავლის პროგრესზე. და ბოლოს შევაჯამოთ ჩვენი ვებინარის მთავარი გზავნილი, ეს გახლავთ ის, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უნდა იყოს მოქნილი სამუშაო ინსტრუმენტი აუცილებლად. ეფექტიანი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ეფუძნება მკაფიო მიზნებს და მონაცემებს. ინტერვენციების საჭიროებების დაგეგმვა აუცილებელია, მონიტორინგი მისია და შეფასება ამ პროცესის აუცილებლად. მოსწავლის პროგრესი არის გუნდური თანამშრომლობის შედეგი და თანამშრომლობის გარეშე არ იქნება ნამდვილი პროგრესი და რეალური შედეგები და კოორდინირებული მუშაობა ზრდის თითოეული მოსწავლის წარმატების შესაძლებლობას. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის რეალური ღირებულება ვლინდება არა მის არსებობაში და უბრალოდ დოკუმენტის ქონაში, არამედ იმ ცვლილებებში, რომელსაც ქმნის ეს დოკუმენტი მოსწავლის ყოველდღიურ სასწავლო გამოცდილებაში. ამიტომ არ გვჭირდება თაროზე შემოდებული დოკუმენტი, გვჭირდება ისეთი გეგმა, რომელსაც რეალურად ვიყენებთ სწავლების პროცესში, რადგან მუშაობა და რეალური შედეგები იწყება დაგეგმვით და არა სპონტანური მუშაობით. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და ბუნებრივია ახლა შეკითხვებსაც მოვისმენთ. მადლობა თეონა, ძალიან საინტერესო იყო. შენ მიერ განხილული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სწორი აქცენტები დავიჭირეთ სწორედ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ სპეციალური მასწავლებლები, საგნის მასწავლებლები და სხვა სპეციალისტები უფრო შეთანხმებულად, თანამშრომლობით და გააგრძელებენ აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობას, რათა თითოეული მოსწავლის საჭიროებები და შესაძლებლობები მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს აღნიშნულ დოკუმენტში.